მივესალმებით ჩემ სტუდიაში მყოფ სტუმრებს ბატონი მალხაზ პატარაია, ბატონი ვლადიმერ ხომერიკი, რომელსაც რუსი და ქართული ხალხის ერთიანობის ფონდის პრეზიდენტის ტიტულთან ერთად აქვს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის ტიტულიც. ბატონ მალხაზ უფრო ხშირად ხედავ ჩვენი აუდიტორია, ის აფხაზთა კრების თავმჯდომარეა. ბატონო ვლადიმერ, თქვენი დავიწყოთ, მოდით გზადაგზა ვისმენთ შიგადაშიგ თქვენს პრესკონფერენციებს, თქვენს მოსაზრებებს. დღეს კი აი ვნახეთ, რომ ნატო მზად არის შავი ზღვის აკვატორიაში პოზიციები გააძლიეროს ყველა მიმართულებით და ეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობისგან შეფასებულია როგორც ძალიან პოზიტიური მოვლენა საქართველოსთვის. სად რჩება ამ პროცესში რუსეთის ადგილი ქვეყნის, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 1/4 აქვს ოკუპირებული? ერთი რაღაცა მაინტერესებს, აი ნატოს ვიძახეთ ყოველთვის, ვის უნდა ეს ნატო და რატომ ამბობთ, რომ ეს არის უმეტესობის საქართველოს ხალხის აზრი. ეს გამოკითხვა იყო გაკეთებული 12 წლის უკან, როცა იყო მიშა სააკაშვილის რეჟიმი და იქ მიიღო მონაწილეობა სულ 30-33% ხალხი. აი თუ გვინდა ჩვენ გავიგოთ ხალხის აზრი, ახლა თუნდაც ჩავატაროთ რეფერენდუმი და ვკითხოთ ხალხს, რად გინდათ ნატო, რას გიშველის ნატო, რას გაგიკეთებს ჯერეთი კვირდებიან, არაფერს არ აკეთებენ და არც მიგიღებენ ნატოში. მერტი რომც მიგიღონ, რას გადაწყვეტს ის ნატო, დაგიბრუნებს იმ ტერიტორიებს ძალით არა, ჯერეთი თქვენ იცით რომ ნატოში შესვლა ვის ქვეყნების, ვისაც აქვს დარგული და ტერიტორიული პრობლემა არ ღებულობენ. ისე კი საქართველოს უნდა იცნობს, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი ჩვენი არ არის, აი ამ ფარგლებით მიგვიღეთ ნატოში და ეს ფარგლები დაგვიცავეთ და ეს საზღვრები. და ხალხს ალბათ იმდენი არ ესმის, ნატო არის აგრესიული სამხედრო ბლოკი. ერთია ჩვენ რომ ამბობთ, ჩვენ ახლა ევროკავშირში გვინდა ევროკავშირის საფასურები და სხვა საკითხები, ეს ერთია და ძალით შემოყვანა თუ გვინდა ნატო რისთვის, აგერ დგას გვერდში თურქეთი, ნატოს წევრი, ერთადერთი უძლიერესი ჯარი. ხო, არ ყოფნის მაგის შავ ზღვას? ნატოს აქვს თავისი ინტერესები, თავისი აგრესიული ინტერესები და თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ეძრება სამწუხაროდ. იგენს არ აინტერესებს საქართველოს ბედი, საქართველოს დაცვა, იგენს უნდა შავ ზღვაზე კონტროლი, რომ რუსეთს დაუპირისპირდეს. არ გამოვიდა კრიმში, ვერ აიღვის სევასტოპოლი და ეს ბაზები, აგერ ახლა გადმოვიდა და უნდა საქართველოს შეითრიოს, აი ამ სიტყვას ვიტყვი, თავის პრობლემებში და დააყენოს დარტყმის წინააღმდეგ რუსეთის დარტყმის. მოდით რა გიყავთ, თქვენ ოპონენტი ყავთ, მე ოპონენტს მივცემ შესაძლებლობას რომ გამოგეხმაროთ ვიდრე ჩემი კითხვებით, თუმცა ესეც აუცილებლად იქნება. ბატონო მალხაზ, რა პერსპექტივა აქვს ბატონი ვლადიმერ ხომერიკის ხედვებს და რამდენად შესაძლოა რეალისტური იყოს იმაზე ფიქრი, რომ ახლიდან უნდა ჩატარდეს რაიმე ტიპის რეფერენდუმი საგარეო პოლიტიკურ ხედვასთან დაკავშირებით ქვეყნის? მივესალმები მაყურებელს. პირველად ხედავ ცოცხლად ტრის თავარსარდლის წარმომადგენელს, მე ერთი კითხვა მაქვს მასთან, იმიტომ რომ უკეთესი იქნება ჩვენი აზრით ეს დიალოგი. ესე იგი, რა სურვილები აქვს და გეოპოლიტიკა აქვს რუსეთს საქართველოს მიმართ? იქნება ეს გითხრათ. როგორ აქვს წარმოდგენილი რუსეთს საქართველოს მომავალი? რუსეთს საქართველოს უნდა ქონდეს თავისი მომავალი ჯერეთი საქართველოს უნდა ქონდეს წარმოდგენილი. მეორეც კი რუსეთს რომ ეკითხებით, რუსეთს ნამდვილად კაი განწყობილება ქონდა და აქვს საქართველოს და საქართველოს ხალხთან. რუსეთს რეალურად უნდა ქონდეს გეოპოლიტიკური პრობლემები და ინტერესი საქართველოს. საქართველოს არის მისი მეზობელი. საქართველოს საზღვრები და შავი ზღვარი მისი ტერიტორია და მისი ინტერესები და ამ ნატოს და ამერიკას იქიდან რა უნდა ამ საქართველოს ტერიტორია არის მისი საზღვრები და მისი ტერიტორია? ეს ინტერესია რუსეთის? რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური ინტერესია ყველა ეს და ამერიკის ინტერესები რა არის, ეს გამოგებიათ საქართველოში. მე გეტყვით რა არის საქართველოს ინტერესი და ქართველიერის ინტერესი. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ჩვენც ცხოვრობთ ერთ დიდ ოჯახად, რამდენიმე ოჯახი, ჩვენ აფხაზეთიდან ვართ და ერთ-ერთი ბავშვის დაბადების დღეზე მოგვიყვანეს გალიაში ჩიტი, ბატონო. სტუმრები წავიდნენ, სტუმრად აჩუქეს ეს ჩიტი და სტუმრები წავიდნენ და არ ვიცოდით რა, საკმაოდ უცნაური საჩუქარი იყო და პირველი რაც გავაკეთეთ, გამოვაღეთ ამ გალიის კარი. ეს ჩიტი საკმაოდ დაღვრემილი, შემდეგ ერთ ოთახში დაიწყო ფრენა, მერე მეორე ოთახში, მერე მესამე ოთახში, შემდეგ ცოტა დერეფანშიც გავიდა და ერთ დღეს მოვედი სახლში და დამხვდა დაღვრემილი მთელი ოჯახი. თურმე სადღაც შეფრენილა, კიდევ რაღაც დენი იყო
და დაიღუპა ერთი სიტყვით ეს ჩიტი. ეხლა ბატონი ხომერიკი მეტყვის მე რომ ჯობდა რომ ეს ჩიტი გალიაში ყოფილიყო და ასე ვთქვათ ის სიბერეს მიაღწევდა და ასე ვთქვათ შედაც საჭმელიც ექნებოდა და შედადაც იქნებოდა. მე კიდევ სხვა რამე მგონია. ჩიტი რომელიც გალიაშია, ის ჩიტი არ არის, ის დეკორაცია. ლომი რომელიც გალიაშია და ზოპარკშია, ისიც ლომი არ არის, ის დეკორაცია. ერი რომელიც გალიაშია, ასე ვთქვათ, ისიც დეკორაცია, ის ხვისი გასართობია. ამიტომ ბუნებრივი მდგომარეობა ჩიტის, ლომისაც დაერისაც არის თავისუფლება. და თავისუფლების დროს არის ის ბედნიერი. რუსეთის ინტერესი საქართველოს მიმართ არის ის, რომ ყავდეს გალიაში, ყავდეს დაპყრობილი. ეს არის 250 წლიანი ჩვენი ისტორია. ჩემო ბატონო და რუსეთი დღეს ისეთივეა. ზუსტად ისეთივეა, როგორც იყო მე-18 საუკუნის ბოლოს, მე-19 საუკუნის დასაწყისში, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნე. აქედან გამომდინარე, ძალიან ბუნებრივია ჩვენი ინტერესი და თავისუფლება ქართველი ერის ისტორიული არჩევანია. დღევანდელი არჩევანიც არის, გუშინდელი არჩევანიც არის და გუშინწინდელი არჩევანიც არის და ქართველი ერი მოიაზრებს ამ თავისუფლებას, რომ კონდეს საკუთარი სახელმწიფოებრიობა, კონდეს დემოკრატია, კონდეს ტერიტორია, რაც რუსეთის მიზნებში სრულებით არ შედის. არ შედის რუსეთის მიზნებში, რაც რუსეთის მიზნებში შედის, ეს ჩვენ ვიცით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როცა აყრილია იქიდან 300,000 მოსახლეობა. როდესაც იქ მიწასთანაა გასწორებული ქართველების სახკარი. როდესაც იქ დღეს, ერთხელ მაინც ჩაბძანდით, როგორც პრეზიდენტის წარმომადგენელი და თქვენი თამამის რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი და ჩაბძანდი და ნახეთ თქვენი თანამოძმეები ქართველები გალში როგორ ცხოვრობენ. არა არიცი თქვენ იცი მონურ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ. ქართული ენა აკრძალული აქვთ მათ სარწმუნოება ეკლესია აკრძალული აქვთ, ღმერთთან ლაპარაკი აკრძალული აქვთ თავის ენაზე. ჩემო ბატონო და მონურ მდგომარეობაში არიან. ეს არის დღევანდელი რუსეთი და დღევანდელი რუსეთი დანარჩენი საქართველოსგანაც იგივეს გაკეთებას აპირებს. მადლობთ. ბატონო ვახტანგს მივცეთ, ვლადიმირს მივცეთ გამოვხმაურებს. კარგი ზღაპარი ნამდვილია ეს ყველაფერი. კაიხანია 250 წელი მონები ვიყავით. ვისი მონები ვიყავით ჩვენ გამოღვებიეთ. ამ 250 წელში გაყვავდა საქართველოს, ჩვენი მეცნიერება, ჩვენი მწერლები, ჩვენი პოეტები ყველა ამ ქვეყნის გაზრდილი და თუ ვიყავით იმ კლეტკაში, თქვენ რომ ამბობდა, ვიყავით გავჭირებაში, რით დაამტკიცებთ მაგას? მე ვიცი რომ ქართველი ადამიანი სულ იყო თავისუფალი, სულ სცემდნენ პატივს რუსეთში. ჩვენ ვიყავით ავტორიტეტი ყველასთვის საბჭოთა კავშირის ყველაზე უკეთესად ჩვენ ცხოვრობდით და მონები ახლა ვართ ნამდვილად მონები, ახლა ვართ ნამდვილად დამოუკიდებელი ყველაზე. ჩვენ დამოუკიდებელი ვართ ახლა ამერიკაზე და სხვის ეკონომიკებზე და ყველაზე ეს არის მთავარი რომ ახლა ვართ ზუსტად დამოუკიდებელი. თავისუფლება ეს არის გემრიელი სიტყვა. და ვინ დაამონა რუსეთმა ახლა მითხარით ვინც უნდა ცხოვრობს სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, კირგიზეთი, ვინ დაამონა, ვინ შეჭამა რუსეთი რომ საქართველოს შეჭამა უნდა მაინც და მაინც, რომელსაც უფრო მეცაფასებენ და დღევანდელ დღიდან რუსი ხალხიც ძალიან აფასებს ჩვენ საქართველოს ძალიან პატივისცემს და ძალიან მისაღებია ჩვენი ხალხი რუსეთში. ბატონო ხას რუსებს ქართველები უყვარდათ, ცხოვრობდით კარგად, პატივს გცემდნენ და ამ ხალხთა მეგობრობის საბჭოური და კომუნისტური ლოზუნგების მე დიდი ხანი ამჯერა, არც სტუდენტობის დროს მჯეროდა და არც ახლა მჯერა მით უმეტეს. მე მინდა გითხრათ, რომ რუსეთმა კი არ გადაარჩინა საქართველო. საქართველო გადაარჩინა ქართველი ხალხის ბრძოლამ თავისუფლებისათვის. მთელი ქართული მწერლობა, მთელი ქართული კულტურა, მთელი ქართული ზეპირსიტყვიერება ამაზე მეტყველებს. საქართველოში ზნეობრივი გვირი არის თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისათვის, მტერთან მებრძოლი გმირი. ასე იყო წინათაც და ასე იყო ახლაც. ახლაც ზნეობრივი გმირი არიან ის ბიჭები, რომლის სახელი და გვარები სწორედ თქვენთან ბრძოლაში დაღუპულების სახელი და გვარები არიან. აგერ თქვენი სახელმწიფო, თქვენ წარმომადგენელი ხართ ოფიციალური იმ სახელმწიფოში და თქვენთან ბრძოლაში არიან დაცემული თავისუფლებისათვის და სახელმწიფოებრიობისათვის და ღმერთმა მოგვიშალოს ის რომ ისინი თქვენ კი არა
თქვენ აღარ იყოთ ისინი იყვნენ ზნეობრივი გმირები. რა თქმა უნდა, თანამდევი უარყოფითი მოვლენებიც არსებობდა საქართველოს ისტორიაში. თანამდევი უარყოფითი მოვლენებიც არსებობდა. მაგალითად ნიჰილიზმი ეროვნული. თქვენ არ ახართ პირველი ამას რო ლაპარაკობთ. ამას ბევრი ლაპარაკობდა მე-19 საუკუნეშიც, რომ აი ჩვენ პატარა ერი ვართ. სოლომონ დოდაშვილი, როდესაც ქართველებს აჯანყებისკენ მოუწოდებდა 32 წელს, მისი მასწავლებელი ამბობდა, რას ლაპარაკობს კაცო, სოლომონ დოდაშვილიო, ჩვენ პატარა ერი ვარ და ფარველის გარეშე როგორ შეგვიძლიაო. აი ეს იყო. მეორე არის ბაბაია ცნობიერება, გვაქვს ეს ცნობიერება სამწუხაროდ ჩვენ ისევ თანამდევი არის ამ ეროვნული ნიჰილიზმის. მესამე კოლაბორაციონიზმია, რომელიც არის, მაგრამ თქვენ თავისთავად პირადად თქვენ იმდენად საშიში არ ახართ. აი მაგალითად მე ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო, თქვათ რას დიმიტრი ყიფიანი, ცნობილი მოღვაწე. ხსმენიათ ბატონო? ხსმენიათ ალბათ. ის ამბობდა, მას აქვს ასეთი ჩანაწერი, მე რუსი ვარ, ჩემი სამსახურით, ლუკმაპურით, რომელსაც ჭამდა ჩემის აზრის მიმართულებით. მე ქართველი ვარ, გვარტომობით და მოძმეთა ენით. ხო არ გენათესავებათ ეს გამონათქვამი. მაგრამ დიმიტრი ყიფიანი ძლიერი ადამიანი იყო, ძლიერი პიროვნება იყო და როდესაც საქმეზე მიდგა, მან სწორედ თავისუფლებისკენ გააკეთა არჩევანი და ემსხვერპლა კიდევ ამას. ეს არის საქართველო. თქვენი ამორჩეული ეს არის საქართველო. თქვენი ამორჩეული არის ნატო და სშ და თქვენ თვლით რომ ეს თავისუფალი ხართ ახლა თქვენ, როცა დღევანდელ დღიდან კიდო საერთო ამერიკის საერთო გმართ საქართველოს ნაბიჯის გადადგმების უფლება არ აქვს და საქართველოს თავრობის თავისი გარესაგარეო პოლიტიკაში ეს არის თავისუფლება. ახლა ხართ ჩიძე ვარესი მიბული გალიაში და ნაბიჯს არ აკეთებს არავინ შტატებმა და სხვა ქვეყნებმა, აგეთ თქვენი პატარა მეზობელი სომხეთი, სადაც უნდა იქ გადეს და რაც უნდა იმას აკეთებს. გალიაში არაა და თავისუფლება უფრო მეტი აქვს ვიდრე საქართველოს, იგივე აზერბაიჯანს და იგივე სხვა ქვეყნებს და ჩვენ თავისუფლება ეს არის ლამაზი ლოზუნგი დემაგოგებისთვის. სხვა შორის აზერბაიჯანის ეს არ არის ლოზუნგი, ეს არის ილია ჭავჭავაძე, ეს არის აკაკი წერეთელი, ეს არის ვაჟა ფშაველა, კი ბატონო მამული ენა სარწმუნოება, ჩვენი თავით ჩვენადვე გვეყუდდეს, ჯობს მონობაში დადიკაცებულს თავისუფლების სარიალშიდობა მიწაში შეყოფის სოლაში მყარი შევაბადო ერთირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა აი ეს არის ლექსები ეს არის ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგები მე გითხარით რომ ქართველი ერის ორიენტირი არის გმირთა მოედანზე იქ ჩვენი ესე იგი ჩვენი გმირების გვარსახელები და ქართველი ერის ორიენტირი არის ზემოთ თაცმინდაზე აი ეს ადამიანები ეროვნულ განმათავისუფლებელი თქვენ გააგზავნეთ მაგრამ მე გითხარით თქვენ არ ახართ იმდენად საშიში დღეს საქართველოში საშიში არის დასავლური ფრაზეოლოგიით შენიღბული საქართველოს ხელისუფლება ეს არის დღეს საშიში თქვენ მისი თანამდევი მოვლენა ხართ ბატონო კითხვა მაქვს ბატონ ვლადიმერ არჩევნები დასრულდა და ჩვენ ვნახეთ რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვისაც თავის პროგრამაში ეწერა უბლოკო სტატუსი არა თუ რუსეთის მიმართულება, არამედ უბლოკო სტატუსი, ნეიტრალიტეტის მსგავსი, მან აიღო იმდენი ხმა, რომ ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი. ისინი მართალია აპროტესტებენ ამას, მაგრამ ფაქტია, რომ პარლამენტს გარეთ დარჩნენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს მოიძებნებოდეს ჩვენს აუდიტორიაში ახლა თქვენი თანამოაზრე? ვისთვის საუბრობთ? ჩვენს აუდიტორიაში ვერ გეტყვით, მაგრამ მე ვიცი ქართველი ხალხის აზრი და მისი გამოთქვა გამომძიებებიც იყო აქ ამერიკის ჩატარებული. ხალხს უნდა რუსეთთან კავშირის დაყრება. ხალხს უნდა რომ რუსეთი იყოს საქართველოს პარტნიორი. ეს არის მთავარი 80% რომელ ხალხს არ მიცეს ხმა იმ პარტიას ნახეთ ბოლო არჩევნებში რომელმაც თქვა რომ ეს არჩევნები და 2012 წლის არჩევნები გევიდა სხვა ლოზუნგით. ოღონ ნაცები არ შოუშვათ, მოდით ყველამ ახლა ხმები არ დავფანტოთ სხვა ნაციონალური მოძრაობებს, სხვა პარტიებს, რომელიც არის ნაციონალურობის გაწყობილი და პროქართული პარტიები, ახლა მაგენი გაჩერდნენ ჯერ მივცეთ ხმა ყველა ოცნებას იმისათვის რომ აი სააკაშვილის ძალა და ის ფაშისტური რეჟიმი რაც იყო საქართველოში არ გევიდეთ. ეს იყო მთავარი ლოზუნგი და იმ პარტიებს არც ორგანიზაციული რესურსი არ ქონდა, არც ფინანსური და არც არავინ არ ეხმარებოდა სამწუხაროდ
რუსეთი სულ არ ერევოდა საქართველოს არჩევნებში, არც ერთი ძალა არ იყო ამერიკის არჩევნებში ეგ ჰილარი კლინტონმა თქვა, ამერიკის არჩევნებში ერევა და საქართველოს არჩევნებში არ ერევა, ამერიკა გისურვებს თქვენ ამდენი პროცენტი სად გავა და რა გააკეთა. არა, მე სხვა რამეს გეუბნებით, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ამერიკის არჩევნებში ერევაო რუსეთიო და საქართველოს არჩევნებში არ ჩაერევა, რა ზღარი. აი რა პრობლემა ერეოდა? რა სათქმელი გაქვთ, ვინ ჩერია ამ არჩევნებში? ვინ ჩაერია ამ არჩევნებში? რა ფორმით ერევა? ეს არის რუსი ოლიგარქი, ჩემო ბატონო, რომელსაც აქვს ავტორიტარული რეჟიმი საქართველოში და საქართველოს დღეს დიქტატურის წინაშე. რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არ არის ეს სისულელე, ეს არის ნამდვილი, რომელიც არის გაზპრომის აქციონერი, მთელი მისი კაპიტალი არის გაზპრომიდან და დახარჯა ამ არჩევნებში უზარმაზარი ფული, მოისყიდა ამორჩეველი და ახლა უნდა იყიდოს საქართველოს თქვენთვის. ბიძინა ივანიშვილამდე, მომისვით ბიძინა ივანიშვილა სააკაშვილის დროს მთელი თქვენი ეკონომიკა რუსეთის ხელში იყო. ახლაც საქართველოს ენერგეტიკა, ქსელები, ყველაფერი რუსული ბიზნესმენის ხელშია. თქვენ ბიძინა ივანიშვილს აბრალეთ, იმან გადაგარჩინა თქვენ იმ წყობას, რომ ციხეებში ხმარობდნენ ჩვენ კაცებს და რას არაკეთებდა ის რეჟიმი და თქვენ ამოთ ბიძინა ოლიგარქი, რუსის ოლიგარქი. რუსეთაგებია თქვენი ეს პოზიცია ახალი არ არის. ბიძინას რომ კონდეს კავშირი ეს რუსული ნარატივია, მათ შორის ცოცხების ნარატივი, მათ შორის სხვა რამე, როდესაც 21 წელს ბოლშევიკები მოდიოდნენ საქართველოში მათ საუცხო იმ დროისათვის სოციალური იდეით მოდიოდნენ, მაგრამ ისინი პოპულარული საუცხო არ იყო, მაგრამ პოპულარული იყო. მაგრამ ამ იდეის უკან დაპყრობელი იყო. თქვენთვის არსებითად მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში რა ხდება. თქვენთვის მნიშვნელობა აქვს საქართველოს დაიპყრო. ყველანი იცით მეტი არაფერი ეხარცოლებდა და იმიტომ დაპყრობელი ქვეყანა. აი მე მგონი ტყუილად გიხარიათ ივანიშვილის პარტიის გამარჯვება, იმიტომ რომ მასაც უწერია პროგრამაში ძალიან გარკვევით დასავლური კურსი. მის ხელში ვითარდება და მისი მთავრობის ხელში ვითარდება ახალი პერსპექტივები დასავლეთის მიმართულებით, როგორც ვიზა ლიბერალიზაციის, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართულებით. ვისი იმედი გაქვს? რომელი პოლიტიკური ძალის, ვინ უნდა იყოს დასაყრდენი ამ იდეების, რაც თქვენ გაქვთ საქართველოს? მე მარტო ქართველი ხალხის იმედი მაქვს. მე გეტყვით. აი რატომ არა ვარ ადვოკატი, მე ბიძინა ივანიშვილის დიდი საქმე გააკეთა ახლა საკეთს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მისი პარტიის მმართველობის დროს 60 წელს საგარეო პოლიტიკა ერთი ნაბიჯით თითქმის არ შეიცვალა. ესე კი გრძელდება იგივე კურსი და რომ თქვა ბიძინა ივანიშვილი რუსული ოლიგარქია და რუსეთისკენ მიდის, ეს არის სიცრუე და სისულელე. არის თუ ეს ნიშანი, რომ მოქალაქეების სურვილი არის ის, რომ დასავლური მიმართულებით იყოს სულა და სწორედ ამიტომ არ ცვლის და ვერ ცვლის მთავრობა, რომ ძალიან უნდოდეს თავის საგარეო ხედვებს. იმიტომ რომ თქვენი პატრონი არის ამერიკის საელჩო, რომელიც უშლის ბიძინა ივანიშვილის და საერთოდ ქართული პოლიტიკებისთვის საკუთარი ნაბიჯების გადადგმა. ეს არის უბედურება, რომ ჩვენ არა ვართ თავისუფლები, ჩვენ აი როგორც მარიონეტკები, კუკლები დავყავენ და რას უნდებიან იმას აკეთებენ საქართველოში და საქართველოს ხალხს ვერ უსმენენ და მარიონეტების თემას მინდა რომ შევეხოთ ბატონ მალხას პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იგივე დასავლურ ორგანიზაციებთან და პარტნიორობა რუსეთთან, რომელიც არსებობდა თუ ამას პარტნიორობას დავარქმევთ მთელი საუკუნეების განმავლობაში. რა სხვაობა ამას შორის თუ შეიძლება? რა სხვაობა, მოგახსენეთ, რა სხვაობა, მე თქვენ ამ ბროშურას გაჩუქებთ. ეს არის არ შეეგუო ოკუპაციას, ეს ბროშურა წაიკითხეთ, ძალიან საინტერესოა. აქ ამ ბროშურაში ძალიან მოკლედ ეს ისტორიკოსების შედგენილი ბროშურა არის, ძალიან მოკლედ წერია რა ზიანი მიაყენა საქართველოს რუსეთმა. და აქ წერია, რამდენი აჯანყება მოაწყო საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ. როგორ გაანადგურა, როგორი გენოციდი, ფიზიკური, სულიერი გენოციდი, სახელმწიფოებრიობის მოშლა, რელიგიის მოშლა, სკოლის მოშლა, ენის მოშლა და საკუთარ ომებში რამდენი ქართველი გვაბრძოლა და ზოგადად რუსეთის ხელში რამდენი ქართველია დაღუპული. ეს არის მე თქვენ როგორ ამფერი და ძლიერებით ხელში რუსეთის 1,300,000 კაცია დაღუპული თქვენს ხელში ქართველი. 1,300,000 კაცია დაღუპული თქვენს ხელში ქართველი. აი ეს წაიკითხეთ ამ ბროშურაში, დაუბრუნდით თქვენს ფესვებს, თქვენს ისტორიას და მე გეტყვით კიდევ ერთ რამეს. კითხულობთ ხომ ქართულად? კი რა თქმა უნდა. მე გეტყვით კიდევ ერთ რამეს გეტყვით. თქვენ მამას, ჩვენ ქართველებს კი ნუ გვეუბნებით, რომ რა კარგია რუსეთი. თქვენს
რუსეთს და თქვენს პრეზიდენტს უთხარით, რომ ის ერიც არ არის თავისუფალი, რომელიც სხვას იპყრობს, რომელიც სხვას ანადგურებს, რომელიც სხვას ანგრევს, რომელიც სხვას სპობს, ის ერიც არ არის თავისუფალი და მოუბრუნდება მას. ეხლა რაც შეეხება დასავლეთს, ჩვენ მივისწრაფვით, მაპატიეთ, დავამთავრებ. ჩვენ მივისწრაფვით დასავლეთისკენ, ჩვენი ბუნებრივი ადგილისაკენ, იმ ადგილისაკენ, რომელიც უჭირავს ესპანელს და არის თავისუფალი. იმ ადგილისაკენ, რომელიც უჭირავს იტალიელს და არის თავისუფალი. იმ ადგილისაკენ, რომელიც უჭირავს ფრანგს და არის თავისუფალი. და ჩვენ გვინდა რომ ქართველსაც ეს ადგილი ეჭიროს და იყოს თავისუფალი. ამიტომ ნატო სწორედ ამ თავისუფალ ერთობაა და ის რასაც ახლა ახორციელებს ნატო თქვენ შესაზღუდა, თქვენი ბამბაროსობის, თქვენი კაციჭამიობის, თქვენი არადამიანურობის, თქვენზე არ ვამბობ პირადად. შესაზღუდად არის გაკეთებული. თქვენ ეს გააკეთეთ უკრაინაში, თქვენ ეს გააკეთეთ ყირიმში, თქვენ ეს გააკეთეთ საქართველოში, ეს გააკეთეთ ავღანეთში, ეს ახლა უზარმაზარი ორი დიდი საქმეა თქვენს კისერზე, თვითმფრინავების საქმე, ცნობილი საქმე. თქვენ ამას აკეთებთ სირიაში, თქვენ ანგრევთ, ანადგურებთ და სწორედ ამისათვის არის ეს ორგანიზაცია. სწორედ ამისათვის შეიქმნა ვარშავის ხელშეკრულების საწინააღმდეგო შეიქმნა ეს ორგანიზაცია და დღეს საბედნიეროდ დასავლეთმა შეძლო ამ აგრესიული ბლოკის, მართლა აგრესიული ბლოკის, რომელმაც დაიპყრო უნგრეთი, რომელმაც დაიპყრო ჩაახშო უნგრეთის 68 წლის 56 წლის აჯანყება, ჩეხოსლოვაკიის 56 წლის აჯანყება, ყველა თავისუფლების მოპარება გამოსულა, ყველა თავისუფლების ამერიკა არის დღეს ვინ მოკლა, ყველა ფასეულობები, რომელიც უნდა დღეს საქართველოს არის დასავლური ფასეულობები და რომელიც არ უნდა რუსეთს. თქვენ მიდიხართ სწორედ იმ შუა აზიისაკენ, სწორედ იმ მონღოლეთისაკენ, იმ შუა საუკუნეებისაკენ. თქვენ ხართ დიქტატორი. თქვენ ხართ დიქტატორი. ისე დინასტი არის დიქტატორი, იგივე გინდათ აქციოთ საქართველოს, მაგრამ არ გამოვა ეს. თქვენ რუსეთს ნუ ეხმებით. თქვენ საქართველოსზე იფიქრეთ, რა უნდა გააკეთოს. საქართველოს დაიბრუნებს იმ ტერიტორიებს, როდესაც თქვენ აქედან გაახვალთ. საქართველოს ტერიტორიებს რუსეთი ნებით არასდროს არ დაუბრუნებს. არასდროს არ დაუბრუნებს. ჩვენ ზუსტად იმედი გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის, ზუსტად იმედი გვაქვს იმ ეკონომიური სანქციების, ზუსტად იმედი მაქვს მე ქართველი კაცის შეუდრეკელი ბრძოლის რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ადრე. ისე ახლა და ადრე გვიათ. მხოლოდ ამბით და არა ლაქუცით და არა თავზე ნაცრის წაყრით და არა თქვენნაირად. მე აუცილებლად დავბრუნდები სოხუმში. თქვენ დღეს კონფერენციაზე თქვით რომ იქო აფხაზეთს ელაპარაკეთო. აგერ ვარ მე ბატონო აფხაზეთს. აგერ ვარ მე აფხაზეთს. მე არ თვლით აფხაზეთად? კი თვლით. ელაპარაკოთ. რატომ თვლით იმ სეპარატისტულ რეჟიმს რომელიც ასევეა თქვენზე გამებუნი ეკონომიკურად ყველანაირად და იგივე რუსული რეჟიმია. დახოცოთ ტერიტორიაა. არ გვინდა ჩემი ხალხი დახოცოთ ძალიან ბევრი დიალოგი არ ჩვენს გარეშე. ჩვენს გარეშე, იმიტომ რომ თქვენ აუბედურებთ იმათაც, თქვენ აუბედურებთ იმათაც. მადლობა, თუ გაქვთ რაიმე არგუმენტი საწინააღმდეგო გისმენთ და ასევე მინდა კითხოთ რომ თქვენ რაკიღა გიწერიათ აქ ნდობით აღჭურვილი პირი. როცა ჩამოდიხართ ხოლმე, რამე მისიით ჩამოდიხართ? როცა უკან ბრუნდებით ამბავი ვისთან ჩაგავხდებით ბატონ პუტინს? ამბავი არავისთან არ მიმაქვს, საქართველოს მდგომარეობა ყველა მშვენიერად იცის და ესმის პუტინსაც და სხვებსაც. მე ჩამოვდივარ როგორც მამული შვილი, ჩამოვდივარ იმიტომ რომ მე მაინტერესებს დღეს საქართველოს ბედი. აი ჩვენი ბატონმა იძახა, უყურეთ 3 კვირის უკან გადაცემა იყო პრავა გოლოსა. მე რა უთხარი გადაცემაში რუსებს დაიგეს. მოусმინეთ, არ მოგისმენიათ. აი ეს უთხარი დაანებეთ საქართველოს თავით ხო? უთხარი და თქვენი მისია ისტორიული შესრულებული. უთხარი და მოუყურეთ იმ გადაცემას. უთხარი. მე უთხარი რომ ქართული ჩვენ გვეუბნებით რა კარგია პუტინი. იმათ უთხარი ბატონმა მოკლა საქართველოს მოთქვით. აი რა ვთქვი მე იმ გადაცემაში კითხ. მე უთხარი საქართველოს საინტერესოებს და რა ელოდება რუსეთიდანო. და მე უთხარი საქართველოს საინტერესოებს და ის რომ ეს ტოლვილები ვინცაა გამოყრილი აფხაზეთიდან სამაჩობლიდან დაბრუნდეს იქა. ჩაატარეთ იქა ის რეფერენდუმი იმ ხალხის ერთად და მაშინ გადაწყვეტს საქართველოს. რატომ ჩავატაროთ რეფერენდუმი?
საქართველოს კონსტიტუციით საქართველო განუყოფელია და მთლიანია. რატომ ჩავატაროთ რეფერენდუმი? არ ტარდება რეფერენდუმი ტერიტორიაზე. თუ ნაწილ ხალხს აი ეს არის მე რასაც გეუბნები თქვენ პირადად ახლა. განუყოფელია აფხაზეთი და სამაჩაბლო და შიდა ქართლი განუყოფელია საქართველოს ნაწილები. როგორ გინდა დაბრუნდეს ისევე როგორც ქართლი, ისევე როგორც კახეთი. არავითარი რეფერენდუმი. ეხლა თქვენ რას მეუბნებით იცით? რომ ჩატარდეს რეფერენდუმი თქვათ კახეთისა სამეგრელოს დამოუკიდებლობის. ეს გინდა თქვენ? ეს გინდა თქვენ როგორც ქართველს? ატყულა ლაპარაკობთ ახლა და ეს ხალხს მშვენიერად ესმის რომ თქვენი პოზიციები არ არის სულ გამართული. თქვენ მითხართ, როგორ გინდა ჩვენ ახლა დაიბრუნოთ ის ტერიტორიები? როგორ? ძალით ვერ გააკეთებთ მაგას, ვერც ამერიკა არ გააკეთებს. რომ იბრძოლეს და რომ იცნეს ის ტერიტორია ამერიკამ ჩამოგიტანათ პამპერსი და წყალი, მეტი არაფერი. და ნატო გიშველეთ. და იმან გაგაჩერა თქვენ იმ წყალმა, ხო? თქვენ გაგაჩერათ იმ წყალმა გაგაჩერა თქვენ. ახლა ცელოდებით რომ ამერიკა გაგაჩერა თქვენ. და ისეთი წყლები გაჩერებთ თქვენ. ზუსტად იმიტომ აი გაჩერებთ თქვენ, აი შავღვაზე მოგენები შემოდიართ. ეს არის გაჩერებთ თქვენ. მეტი სხვა ენა თქვენ არის. ჩვენ ფინანსურად უნდა შევაჯამოთ ეს არის, უნდა შევაჯამოთ ეს. რუსეთი ისტორიულად ნებისმიერ კომპრომისის სურვილს აღიქვამს დათმობად და ამიტომ ჩვენ ქართველმა ერმა თავის გენეტიკურ ცნობიერებაში შეიმუშავა ასეთი ფორმულა რაც სახარებაში გვიწერია. პატრონი უნდა ეძებოთ. მაბად დავამთავრებ. არ დაუყარო ღორს მარგალიტი. ის ამ მარგალიტს გათელავს და შენ გაგლიჯავს. ზუსტად ასე იქცევა რუსეთი ქართველების მიმართ. მადლობა. ძალიან ფინალში ვართ. შემაჯამებელი რეზიუმე. რა თქმა უნდა, რასაც ჩემი ოპონენტი თქვა, ეს არის სულიერად ზღაპარი და ის რასაც არ არის მისაღები. აი ზღაპარია იქ რაც მოხდა. ეს არის ჯერალდ სამიკითხავ და მე გეტყვით ზღაპარია თუ ამის წინამდე ალბათ სამი კონტრარგუმენტი იქნება კიდევ. არა, ამ დრომდე ჩვენ ვსაუბრობთ. აქ და უსმენ ჩვენ აპონენტს არ ვიცი, ადრე ახლა მე ბევრი რამე წამიკითხია, მაგრამ მე საერთოდ რას გეტყვით? იმას გეტყვით რომ ჩვენ თუ გვინდათ ახლა საქართველოს ბეც მოვაროთ, ჩვენ სხვა რიტორიკა უნდა დავიწყოთ. ჩვენ ამ კვირილით და ბღავილით ნატოით საქმეს არ უშველით. ჩვენ გვინდათ რომ საქართველო დაბრუნდეს საქართველოს თლიანობა. როგორ უნდა გავაკეთოთ მაგით? ოღონდ მოლაპარაკებით. მე მიმართავ საქართველოს თავრობას. თუ საქართველოს მოლაპარაკებით იმაზე რომ ჩვენ ვიყოთ რუსეთის ტერიტორია, რას თქვენ მიზანი არისო? ბატმევინოთ შეიძლება. ჩვენ მომისმენთ ასე. ჩვენ უნდა დავიწყოთ ეს დიალოგი. საქართველოს და რუსეთის მეთაურები უნდა შეხვდნენ და ელაპარაკონ ვის რა პრეტენზია აქვს, ვის რა უნდა. მე უნდა დაიწყოს ეს პროცესი. და სამი საელჩო უნდა იყოს საქართველოში, ხო? ამას ამბობ თქვენ. საქართველოს. რატომ არ უნდა იყოს? რატომ არ უნდა იყოს? სამი საელჩო, ხო? თბილისში, სოხუმში და ცხინვალში, არა? ამას ამბობ თქვენ, რა? რუსეთის საელჩო. მე არ ვამბობ, რომ აქ იყოს სამაჩაბლოს საელჩო და აფხაზეთის საელჩო. მე უნდა გაიტანეთ. თქვენ ვერ გადაწყვეტ არც ერთ საკითხს. გაიტანეთ ეს საელჩოები. ოკუპანტები ხართ, აგრესორები ხართ და გაიტანეთ ეს საელჩოები კიდევ. უნდა დავასრულოთ უღარ. და აგრესიები არის ამერიკა, რომელიც დღევანდელ დღემდე ოკუპირებული აქვს თბილისს და საქართველოს. ეს არის. რა თბილისი და საქართველოა? მოკლედ ბატონ მალხას რეზიუმე თქვენი დებატის გარეშე ბატონ მალხას თქვენი აზრი თუ შეიძლება ფინალში მოკლედ და დავასრულოთ. მე მინდა უთხრა ამ ბატონს რომ ჩემმა თანამოძმეებმა აფხაზეთიდან დევნილებმა ძალიან კარგად იციან რა ვითარებაა და ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე. ეს მათ ამარჩევნებშიც გამოავლინეს, როდესაც დევნილებში ჩვენ ესე ვისწავლეთ სპეციალურად შემიძლია უქმებიც მოგცეთ, როდესაც დევნილებში ქართული ოცნება დამარცხდა და ზოგადად დამარცხდა რუსული ძალები და გაიმარჯვეს მთლიანად დასავლურმა ძალებმა. ეს ჩემმა მოძმეებმა იმიტომ იციან, რომ ძალიან კარგად იციან, რომ ერთმორწმუნე რა მეგობარია. ძალიან კარგად იციან, რა გენოციდი მოუწყო მათ ესე იგი რუსეთმა, აგრესია, ოკუპაცია და ისიც კარგად იციან, რომ თქვენთან ლაქუცი არ შეიძლება. არ შეიძლება, რასაც დღეს ეს ხელისუფლება აკეთებს, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს პირიქით აკეზებს აგრესორს, აკეზებს იმ თქვენ კაციჭამია პუტინს და კი არ აჩერებს. ამიტომ ქართველი არის იბრძოდა, იბძვის თქვენ გინდათ თავისუფლებისათვის ქართულიერი არა მიაღწევს ამ თავისუფლებას. თქვენ გინდათ რომ იბრძოლოს და დაყუპული იყოს იმ ბრძოლას ვიდრე ჭკუა იხმაროს და სხვანაირად გადაწყვეტოს საკითხები. მე იცით რა მინდა საბოლოოდ გითხრათ. გინდათ რომ თემი საქართველოს გახდეს დევნილი. მე იცით რა მინდა გითხრათ. ეხლა თქვენ გინდა ამერიკამ გააკეთა ბევრი ქვეყანა თქვენ გინდათ რომ ტოტალიტარული რეჟიმი შექმნათ საქართველოში და ივანიშვილის მეშვეობით, ერთი კაცის მეშვეობით მართოთ ეს რეჟიმი.
ყველა შემფერხებელი ზღუდის მოხსნა გინდათ ამ საკონსტიტუციო უმრავლესობით. ეს თქვენ გინდათ რომ ადვილად დაშალოთ საქართველოს ერთი კაცის ცოტა უტრირებული ხო არ არის ეს აიდენტიფიცირება ბატონი ვლადიმერის არა ოფიციალური პირობაც ეგერ გაქვთ ვიცი წარმომადგენელია უცნებასთან იდენტიფიცირება არა უტრირებული ნამდვილად და ამიტომ გინდათ იყიდოთ იმ თქვენი გაზპრომის მეშვეობით უზარმაზარი ფულის მეშვეობით ჩვენი საქართველოსთან მე ზუსტად აი ახლაც კი აგერ დღესაც მოგდის ჩვენ დევნილებს მესიჯები სხვადასხვა ორგანოებიდან რომ ხან ფულს თავაზობენ ხან ესე იგი სოციალურ დახმარებას თავაზობენ ხან იმას თავაზობენ რა ქვია სამუშაოს თავაზობენ ეს არის ზემოქმედება რა თქმა უნდა მეორე ტურის წინ ამორჩეველზე და მე მინდა უთხრა ამ ამორჩეველს რომ ეს სახელმწიფოს რასაც შემოგთავაზებენ აიღეთ ფულს შემოგთავაზებენ აიღეთ ოღონდ ხმა არ მიცეთ ქართულ ოცნებას ეს ფული თქვენი ფულია ეს ფული თქვენგან მოპარული ფულია და სახელმწიფოს რომ ზდომებოდა რამე თქვენთვის გაკეთება სახელმწიფო ამას ადრე უნდა გაეკეთებინა დიდი მადლობა უნდა დავასრულოთ მადლობა ბატონ მახას პატარაიას ბატონ ვლადიმერ ხომერიკს გადაცემაში მონაწილეობისთვის გადავარჩინოთ ქვეყანა ეს უნდა გავისტუმროთ და ეს ხელისუფლებას მადლობთ ჩვენ შევხვდებით საღამოს 8 საათზე გმადლობთ დან 2012 წლამდე ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში 119 დეპუტატი ყავდა. ეს ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის თითოეულ დეპუტატზე 23.9 კვადრატული კილომეტრი დაკარგული ტერიტორია, 5